მოგესალმებით ყველას 31 დეკემბრის საღამოს შემოგეჭერით სამზარეულოში ვაიჯველი ალბათ ყველა მზადებაში და ფაციბოცობაში ხართ, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა ორივე სიტყვა. აუცილებლად უნდა მეთქვა მადლობა თქვენთვის. უნდა მომელოცა დამდეგი ახლა უკვე რამდენიმე საათში კარზე შემობრძანებული ახალი 2026 წელი მინდა ყველას მოგილოცოთ, რომ იყოს ბედნიერების, ოცნებების ახდენის წელი და ყველა ის ნატრა, ყველა ის ჩაფიქრებული, სურვილი თუ განუხორციელებელი მიზანი ამ წელს აქ ხდენოდეთ. 2025 წელი პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილის ოჯახისთვის ძალიან პოზიტიური ბედნიერების მომტანი და სასიხარულო იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ახლობლისთვის, ნაცნობისთვის და რო ვაკვირდები ახლა და მესმის ძალიან ბევრი სანაცნობო წრიდან უამრავი ოჯახი დაინგრა, უამრავი ურთიერთობა გაფუჭდა, უამრავი ადამიანი დაშორდა ერთმანეთს და ბევრისთვის ვკითხულობ კიდევაც ინტერნეტ პლატფორმებზე კომენტარებს და ძალიან ბევრი წერს, რომ დაინგრა ოჯახი, სამშვილიანი ოჯახი, ახალშექმნილი ოჯახი, დიდი ხნის ოჯახები. მოკლედ, ბევრი 2025 წელს უწოდებს ურთიერთობების დანგრევის, ოჯახების დაქცევის და დანგრევის წელს. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ძალიან ცუდი ეს ყველაფერი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩემი ოჯახისთვის და ჩემს ირგვლივ ყველასთვის. ურთიერთობები არ გაფუჭებულა, არ განელებულა, სიყვარული არ დანგრეულა ოჯახები და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხოთ, რაც დასანგრევია, რაც გასაფუჭებელია, რაც ვისთანაც დასაშორებელია. უფალმა ჩვენზე უკეთ იცის, ვის როგორ რა მომზადოს, რა არაჩვეულებრივი მომავალი შეუქმნას და როგორი არასასურველი და ნეგატიური ენერგეტიკა ჩამოაშოროს და დააშოროს ესეთ ადამიანებს. ამიტომ გული არ უნდა გავიტეხოთ, რაც მოსაშორებელია დროულად უნდა მოიშოროთ. მე კიდევ მეგონა რომ აი ამ მოსალოდს და ახალი წლის ვიდეოს ჩემს ნაცთან გადავიღებდი რაღაც უფრო სხვანაირ ატმოსფეროში, მაგრამ ბოლო 3-4 წელია აი ესე მყუდროდ სიჩუმეში ჩაბნელებულ ოთახში მთელი დღე ვატარებ ლაილასთან ერთად. იმიტომ რომ არ ვიცი ახალგაზრდა ძაღლების შემთხვევაში როგორა, მაგრამ ლაილა ახალგაზრდა რო იყო და 7 წლამდეც კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ბომბებზე, მაშხალებზე, ფოიერვერკებზე, უამინდობაზე, კრუხუნზე, ჭექაქუხილზე და ასე შემდეგ. ხოლო 8-9 წლიდან უკვე სიბერისკენ როგორც კი შეაბეჭა ფეხი, ყოველი ახალი წელი ყოველთვის არის ძალიან დიდი სტრესი, ნერვიულობა. დღეს მინდოდა მე ვთქვი საღამომდე მოვილებ, წავიყვან, დღეში გავასეირნებ, მაგრამ შუაგზა გავლილი ქონდა სადღაც შორს. გაიგო აი ამ აფეთქების ხმა, დაიწყო კანკალი, დაეწყო ცხვირიდან სისველის წვეთა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძაღლებს ოფლის ჯირკვლები არ აქვს და ოფლიანობა და ეს ყველაფერი ცხვირის სურდო სახით ემართებათ, დაასხაეთყობათ სიუმა ოფლმა, კანკალი და მე მეგონა რომ ამ შუა აი რამდენიმე შორეული კრუხუნის გამო ძაღლს გული გაუსკოდებოდა. ნელ-ნელა დაყვავებით, მოვიყვანე სახში და გაჩვენებთ ახლა დავაფარე ჩემი ადიალა, რომ მე მის გვერდით იგრძნოს, რომ ახლოს ვარ, არაფერი შიში არ გქონდეს, დაბალხმაზე ტელევიზორიც მაქვს, ფანჯრებზე სქელი ფარდები, რომ განახათ როგორ ვარ აღჭურვილი, აი ასე ვემზადებოდით და თავს ვაფარებდით სარდაფებში და ბუნკერებში, სოხუმში დაბომბვის დროს. აი ზუსტად ისე ვარ ეხლა აღჭურვილი, ჩაბნელებული, სქელი ადიალებით, ფარდებით და რა ვიცი, მომზადებული ყველანაირად. მოკლედ ბოლო 5 წელია ჩვენთვის ახალი წელი არ არსებობს. პირველში დღის მეორე ნახევარში მერე დავსხვდებით ხოლმე მოვლენ ბავშვები, დავსხვდებით და აუღნიშნებთ, თორე ახალი წლის ღამე ჩვენთვის არ არის დარწმუნებული ვარ ალბათ ყველას, ვისაც ძაღლი ყავთ და ზოგადად
შინაური ცხოველის სახლში ანალოგიურ სიტუაციაში არიან. აი რო ხდებოდეს ნახევარი საათის განმავლობაში ეს სროლები და მე რეწყდებოდეს, ან მანამდე არ იყოს კიდე შიგადაში კიდე ეს აფეთქებები, აბსოლუტურად ნორმალურია, ხო? ბავშვებს გართობა უნდათ, ისვრიან, ერთობიან და ასე შემდეგ. მაგრამ 2 დღით ადრე აქ ყრუთ ბავშვები ეზოებში რაღაცას ეთყობა, ან ბომბაჭკებს რო ეძახიან, ამას ტესტავენ, ისვრიან და 2-3 დღით ადრე გვეწყება ჩვენც ეს პანიკური ატაკები და 2 დღეა ზუსტად აი ესეთ მდგომარეობაში ვართ სახლში და დღეს ახლა კიდევ როგორ ღმერთმა კარგი ყურით გაგვიგოს და გადამირჩეს ეს სახლი, მეტი მე არ მინდა არაფერი. რაც უფრო ვახლობდებით ღრმა საღამოს, მით უფრო ძაფრდება და ხშირდება ეს უკანა ფონი ამ ბომბების და სროლების და ასე შემდეგ. რაღაც ფავორიტებზეც მინდოდა დღეს ვიდეოს ჩაწერა, მოვიმარაგე 1000 პროდუქტი, რისი გაზიარებაც თქვენთვის მინდოდა, მაგრამ მოდით მე ამ ახალი წლის ღამეს ახლა გადავიფიქრე და ამ ვიდეოს არ ჩავწერ. მინდა უბრალოდ შემაჯამებელი წელი გავაკეთო, თქვენთან ცოტა ხანს ვისაუბრო, იმიტომ რომ მეც ცალი თვალი და ყური მაინც ლაილასკენ მაქვს და ასე დაგემშვიდობებით და შევხვდებით უკვე მომავალ წელს, მაგრამ ეს დამრჩა ხელში ეს პროდუქტი, იმიტომ რომ ეხლა წარბებს ვიფიქსირებდი, რომ კადრისთვის უდადა დალაგებული სახე მქონოდა, იმიტომ რომ საახალწლოდ იქიდან გამომდინარე ახალ წელს არ ხვდებით, მე უკვე აღარც ვიღებები, აღარც მაცხელობას ეკეთებ და მოკლედ საწოლში ხვდები ჩემ წახთან ერთად სიბნელეში, მულტფილმებში და რაღაც ისეთ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში და დაპირებული რახან ვიყავი, რომ აი ამ ლაიფჰაკსაც გაგაცნობდით ყველაზე ძალიან წარბებს რა მეფიქსირებს, მეთქი ეს არის აი ეს საპონი, ჩაგიგდებთ აი აქ ფოტოს, CD-ს საპონი, არც ერთი საპონი არ აფიქსირებს ასე წარბს, ზოგადად არც ერთი საპონი არ მუშაობს ჩემზე, იმიტომ რომ ზოგი თეთრ კვალს ტოვებს, ზოგი 2 წამის მერე ფორმას კარგავს და არ ვიყავი კმაყოფილი მაგ საპნებიც გამოყენებული, რაღაც წებოები რა არ მაქვს გამოყენებული, იმიტომ რომ ძალიან უხეში თმა მაქვს. როგორც თმაზე, ანუ ძირის სქელი თმა მაქვს, ასევე წარბზეც. ხო და დამერწმუნდებით ახლა ყოველთვის აი ამ ანასტაზია ბეველიხილზის ეს მრგვალი გელების ყიდვა, როდესაც არც თუ ისე იაფი ღირს და გჭირდება ყოველ მეორე თვეს, არც თუ ისე იაფი სიამოვნება. ამიტომ TikTok-ზე გადავაწყდი აი ამ ვიდეოს, სხვა შორის მამაკაცის ვიზაჟისტი მამაკაცის რჩევა იყო, გერმანელი ვიზაჟისტის და ხო იცით ახლა მამაკაცებს კიდევ როგორი ისეთი უხეში და სქელი წარბი აქვს, თქვა რომ ეს ერთადერთი პროდუქტია, რომელიც მას წარბს უფიქსირებს. აი ამ CD-ს საპონი. ფუნჯით, ცოტა წყალს დაასხამთ ამ ფიქსატორს ან ტონერს ან რაღაცას და ასეთნაირად კარგად გადასარევად ბომბასავით აფიქსირებს. ახლა უკვე რამდენი ხანია უკვე საუბრობ, მოწესრიგდი კამერა ჩავრთე 1.5 საათზე მეტია გასული და როგორა გაშეშებული და დაფიქსირებული ფანტასტიურად, ასე რომ გქონდეთ ხედველობაში მხოლოდ აი ამ ინგრედიენტია თუ ამ პროდუქტს გაგაცნობ დღეს, დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბროთ და ღმერთმა ყველაფერი კარგად ჩაიაროს დღეს, ხვალ უკვე როლში სტუმრიანობა მექნება და 2-ში უკვე უნდა დავიწყო ნელ-ნელა ჩემი ჩემოდნის ჩაწყობა. ასე რომ გოგოებო, ჩემო მოხმარებლებო, გელოდებით, რამდენიმე გოგო უკვე ჩაწერილი და რამდენიმეს კიდე მოსვლა უნდა ახლებს, ასე რომ არ მოგერიდო ჩემი ხმიანეთი და შეძლების დაგვარად ვეცდები რომ მიგიღოთ, რომ ფიზიკურად არ მაქვს იმდენი ტვირთის წამოღების საშუალება, რომ ეს ყველა მოვლის საშუალებები, პროცედურისთვის განკუთვნილი ნივთები და ამ შემდეგ წამოვიღო, მაგრამ ცოტას წამოვიღებ, სადღაც 10 გოგოსთვის, რომ სახის მოვლის პროცედურის დროს რომ მეყოს. ასე რომ, დიდი სიამოვნებით გელოდებით. მე კიდევ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ახლა საქართველოში რომ მივდივარ, ანას ქორწილისთვის მაქვს ჩემ თავზე ავიღეთ ორგანიზების პროცესი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, და პლუს კიდევ ერთი სემინარი მაქვს ბოლომდე ჩასამთავრებელი და დასამთავრებელი და ხო
სერტიფიკატის სასახები მაქვს დაწყებული მაქვს პერმანენტული მაკიაჟი ონლაინ, მაგრამ არავის არ გირჩევთ ონლაინ აი ამ ხელობის შესწავლას, ძალიან რთულია და რატო იღებენ მასწავლებლები თავიანთ თავზე, რომ ეს პერმანენტული მაკიაჟი ონლაინ ასწავლოთ ვინმეს, გამორიცხული ეს იმდენად რთული პროფესია, თუ თავზე არ დაგადგა მასწავლებელი და დეტალებში ყველაფერი არ გაგიხსნა ონლაინ, თქვენ ამას ვერ ისწავლით ისევე როგორც მე ვერ დავადგი თავი ვერაფერს და თავზე ახლა თქვენ ონლაინ არც ერთი მასწავლებელი არ დაგადგებათ და არ გადაყვებათ თან, ამიტომ გადავწყვიტე კი არა, ახლა მივიდვარ საქართველოში, მივალ სკოლაში და ოფლაინ გავივლი ამას ყველაფერს. იმიტომ რომ ძალიან მინდა ზოგადად ვიცოდე პერმანენტული მაკიაჟიც შევისწავლო. ყველაფერი ცადე, წამწამები ჩემი არ იყო, ეპილაცია ჩემი არ არის, ჩემი სფეროა, სახის პროცედურები და ახალგაზრდობელი anti-age მასაჟები. და ახლა ვნახოთ როგორ წავა პრაქტიკაში საქმე და მომეწონება თუ არა ეს პერმანენტული მაკიაჟიც. მაგრამ ზოგადად ადამიანს თუ ისედაც მაკიაჟების კეთება უყვარს, სახის მოვლა უყვარს, არ მგონია რომ ეს ხელობაც არ მომეწონოს. მოკლედ ვნახოთ. ამ ხნის რა 48 წლის ქალი ვარ და ყოველ წელს რაღაც ახალ-ახალს ვსწავლობ, ვეცნობი, ვითარდები და ალბათ 88 წლისაც რო ვიქნები, ყოველთვის რაღაც ახალი სწავლის და ძიების პროცესში ვიქნები. ასე რომ არ დაგარგოთ ფარხმალი, თუ არ მოგწონთ თქვენი დღევანდელი პროფესია და კიდე სხვა პროფესია შეისწავლეთ და ის თუ არ მოგეწონათ, კიდევ ახალი შეისწავლეთ და მანამ ისწავლეთ, მანამ ეძიეთ, სანამ საკუთარ თავს არ მოძებნით. ხო, ქორწილზე მინდოდა საუბარი, რესტორანი უკვე არჩეული გვაქვს, ქორწილზე მე ცალკე დაგელაპარაკები, ძალიან ბევრი რჩევა მჭირდება, არ მეგონა ესეთი რთული თუ იქნებოდა. ყველაფრის მოძიება, ორგანიზება და საერთოდ ასეთ ფასებთან თუ გონდა საქმე, ამასაც ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ საქართველოს ქორწილი გერმანიის ქორწილთან შედარებით ბევრად უფრო ძვირიჭდება, იმიტომ რომ კატასტროფული ფასებია, კაბებიდან დაწყებული, სერვისიდან დაწყებული, რესტორნები, მომსახურება, წამყვანები, კაბები, მე არ ვიცი რო კითხო ხალხს ფული არა აქვს რო იციან თქმა, მაგრამ საქართველოში რო ვხედავ ეხლა ჯგუფებში რო გავწევრიანდი ანანოს ქორწილის გამო, ისეთ ქორწილებს იხდის ეს ხალხი და ადამიანების სტუმრების რაოდენობა მინიმუმ რომ 300-400 ადამიანია, მე მგონი სირცხვილით არ უნდა წამოგცეთ, რომ საშუალება არ გაქვთ და გვიჭირს ამის თქმა. ასეთი ქორწილები ევროპაში არსად არ ტარდება და არავის არ აქვს ესეთი არავინ არ გადაიხდის ამდენ ათასიანი ევროს ღირებულების ქორწილს არ მიაჩნიათ ეს ზოგადად ნორმალურად და მიზან შეწონილად. აქ ყველგან ევროპაში ბევრი ქვეყნის ნაციონალობის ქორწილში ვარ ევროპელებთან ნამყოფი, ყველა სადა მოკრძალებული, გემრიელი, ლამაზი, ზედმეტი პომპეზურების, ზედმეტი აფიშირების და ზედმეტი აი ამ დეკორაციების და ირგვლივ ხელოვნურ ყვავილებში და ლამპებში და ჭაღებში და 1000 რაღაცებში ჩასმული სიძე-პატარძლის გარეშე. მივესალმები სადას ყველაფერს და მეც ვცდილობ ახლა ანას მით უმეტეს ყველაფერი ძალიან ისეთი ნეიტრალური სადა და გადაუტვირთავი უყარს და ჩავდივარ ახლა რომ ამას ყველაფერს თავი დავადგა და ყველაფერი მოვიძიო და საბოკლეც არბენად ჩამოვდივარ ახლა საქართველოში. მოდით ახლა მე სიმბოლურად ერთჯიქა შავღვინოს დავისხავ, დავილოცები, დაგემშვიდობები, მძაფრდება ახლა უკვე სროლები და უნდა აუძიო ტელევიზორს და უკანა ფონზე კიდე მინდა რაღაც დაბალხმაზე სიმღერები ჩავრთო და მივხედო ჩემს ძაღლს, გაჩვენებთ ახლა ლაილას. ნიცირიმე შენიო. შენთან არ ჩემი ცხვირიანი გოგო, მოგეშინია ჩემი ბობოსიკა. აი ასეა. გასხლართული საწოლში
მთელი დღეა. და ალბათ ხვალდილამდე ასე იქნება. ეს არც შეჭამს, არც დალევს. ზეზოშიც არაა გამსვლელი თავის საქმეების გასაკეთებლად. მეც ამასთან ერთად უნდა ვიყო ახლა კიდევ მინიმუმ 1-10 საათი ხვალდილამდე. გამოვედი ახლა ოთახებიდან, სადაც უკუნითი სიგნალია და ყველგან ჩამოფარებული, მაგ ჩამობნელებული მაგ ყველაფერი. გამოვედი სად ერთადერთი ნათელი ოთახი ადგილი, ეს არის სააბაზანო. ფანჯრიდან შემოდის, ჯერ კიდე არ არის დაღამებული და წარმოიდგინეთ 12 საათამდე მომიწევს კიდე აი ესეთ სიგნალში, აი აქ ოთახში ყოფნა. ამ ძაღლის გამო ყველაფერი კარგად დამთავრდეს და ამას არ დავეძებ. შემოვედი ახლა აბაზანაში და აქედან უნდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, სრულების ახთენის წელი ყოფილიყოს. და ყველა ის მიზანი, რაც ამ წელს ვერ მიაღწიეთ და არ გამოგივიდათ 2026-ში აქ ხდომოდეთ და რაც დავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველანი. და ჩვენი 4 ფეხა ცხოველებიც ჩვენთან ერთად ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ. გადავეჩვიო ქართული სადღეგრძელოების დალევას დრო იყო ისეთი ლამაზი სადღეგრძელოების თქმა ვიცოდეთ. ჩვენთან ოჯახში კი ვიცით რამდენიმე სადღეგრძელოს თქმა დავიტმა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან კარგი სკოლა გავლილი თბილისში მამაჩემთან ერთად ნასწავლი აქ მნიშვნელოვანი სადღეგრძელოები და მოკლედ დავით ვაყენებთ ხოლმე ჩვენთან სუფრებზე თამადეთ. მოკლედ აგემშვიდობებით ახლა და ვლოგებს საქართველოსთან მოგაწვდით. საქართველოში შევხვდებით ერთმანეთს, ვისაც მოვსვლა კიდე ჩემთან მობრძანდით, გელოდებით. კიდევ უფრო გაგალამაზებთ და კიდევ უფრო გაგაწკრიალებთ. მე კი გავედი ახლა ლაილასთან ბედნიერი ახალი წელი შემოგბრძანებული იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში. გაჩვენებთ ახლა ჩემი სილამაზე, ჩემი ბუთქუჩა გოგო. მე არ მიყვარს სათამაშოების ყიდვა, დავშვათ სეტი რო იყიდება 10-12 წელი. ყოველ წელს ყიდულობ თითოს, აი როგორც წელს ვიყიდე, აი ეს. რა ლამაზია. წელს ვიყიდე ეს. ყოველ წელს ყიდულობ და მაქვს კიდევ საუკუნის დროინდელი სათამაშოები, რომელსაც თავიანთი ისტორია აქვს. გეცნობათ ხო, ალბათ ეს ჩვენი ბავშვობის დროინდელი სათამაშოები. აი ეს ლამაზი თოჯინები, ბალერინები ჩემმა გამომწევმა მაჩუკა 5 წლის წინ. აი ნახეთ, ანა ქვია, ძალიან დიდი მადლობა ანა, ძალიან მიყვარს შენი სათამაშოები და ოქროს ხელება გაკ. ეს სათამაშოები ჩემი ქმრის ბავშვობის დროინდელი 50 წლისა. ესენი გეცნობათ ხო? აი ვინტაჟური სათამაშოები მაქვს უმრავლესობა ყველა. მხოლოდ ეს არის თანამედროვე სათამაშოები. ჰარალდ გლუკლერია ერთი დიზაინერი გერმანიაში და ეს არის მხოლოდ მისი სათამაშოები. დანარჩენი არის ყველა ვინტაჟური. შეხედეთ. გეცნობათ ალბათ ხო? აი ჩვენი ბავშვობა. ჩვენი ბავშვობა. მთელი რელიქვია ჩემს ნაცვლზე აწყობილი. წვიმებიც მინდოდა, მაგრამ არ მაქვს ვერცხლისფერი წვიმები და არც მინახავს მაღაზიაში. ამავე წელს შეიძლება გეყოფილიყო. ესე ჩემი ბავშვობის დროინდელი. სკიტრი ნახეთ. უკვე ფერიც აღარ აქვს მწვანე სამაგიეროდ, რომ ხედავ გულს უხარია. შემიფასეთ ჩემი ლამაზი ბუთქუჩა გოგო. ლამაზია.